Καλβადόνο Presidento, Padano Premier Ministro, Padano Თავდაცვის Ministro, Padano თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემლო სამხედრო მოსამსახურეებო, პატივცემლო სტუმრებო. საქართველოსთვის დიდი პატივია ნატო საქართველოს მრავალეროვანი სწავლების მესამე მასპინძლობა. ნატო საქართველოს თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის, საჭირო დროს საქართველოს ყოველთვის ნატოს და ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იდგა და ხშირად იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოს მოეთხოვებოდა. სოფლიოს ურთულეს წერტილებში ჩვენი ქალი და კაცი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იბრძოდნენ ამერიკელი, გერმანელი, თურქი, პოლონელი, ფრანგი, ბრიტანელი, რუმინელი და სხვა პარტნიორების გვერდით. იცავდნენ ჩვენი ქვეყნის და პარტნიორების ინტერესებს, რეგიონულ და მსოფლიო მშვიდობას და უსაფრთხოებას. ავღანეთის და ერაყის მიწაზე 35-მა ჩვენმა გვირმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო საერთო მიზნების და ღირებულებების დაცვისთვის. 300-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. კეცვიხრი მათი სიმამაცის და სიმტკიცის წინაშე ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ეს თავგანწირვა. ნატოს ავღანეთის მისიაში საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაწილე იყო. ჩვენი მამაცი მეომრები ქალაქიდან და სოფლიდან, თიდან და ბარიდან, შორეულ ავღანეთსა და ერაყში იცავდნენ თითოეული ჩვენგანის ძალიან ძვირფას თავისუფლებას და სამშობლოს. სულ ბოლოს ავღანეთიდან ნატოს ძალების გამოსვლის დროსაც საქართველოს ერთგულად და უანგაროდ გვერდში დაუდგა პარტნიორებს და მათ ჯარებისა და ტოლულების ევაკუაციის ოპერაციაში დაეხმარა. ნატო საქართველოს აწოლობის პარტნიორობამ, რომლის საძირკველშიც თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და სამშობლოს სიყვარულის ღირებულებებია, ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის ჯარის განვითარებას, ბრძოლის უნარიანობის ამაღლებას, თანამედროვე აღჭურვას და მომზადებას. საქართველოს თავდაცვის ძალების 80%-მა ნატოსა და ევროკავშირის მისიების ფარგლებში ღირსეულად იმსახურა. დღეს ჩვენ საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს ურთულესი ამოცანების შესრულება შეუძლიათ. მოხსნილია ყველა კითხვა მათ პროფესიონალიზმსა და მზადყოფნასთან, ასევე ნატოს სტანდარტებთან თავსებადობასთან დაკავშირებით. საქართველოს უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო და გამოცდილი პარტნიორია, რომელსაც შესწევს უნარი თავისი ღირებული წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ის საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვიმედოვნებ, რომ ომი მალე დასრულდება. ჩვენი მზადყოფნა და სიფხიზლე მშვიდობის უმთავრესი გარანტია. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით საქართველოს ნატოს ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა ერთიანობის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს და ადასტურებს, რომ ნატო აგრძელებს პარტნიორობის სუვერენული მისწრაფებების მხარდაჭერას. ქალბატონებო და ბატონებო, 2008 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ქალაქებს, სოფლებს, აეროპორტებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს იმედებსა და ევროპულ მომავალს ბომბავდა, თავდაცვის ძალები ბრძოლის წინა ხაზზე ღირსეულად იდგნენ. 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემია ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს მძიმე განსაცდელად მოევლინა, ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა. ხილული თუ უხილავი საფრთხეების ფონზე დიდ იმედებს ვამყარებს თავდაცვის ძალებზე, რომელიც ხალხს და საზოგადოებას ყოველთვის აძლევდა პატრიოტიზმის, გმირობის, ღირსების და ჰუმანურობის მაგალითებს. დღეს კი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესულ ძალას წარმოადგენს, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და თანადგომას. მადლიერები ვართ სწავლების მასპინძლობის შესაძლებლობისთვის და მზად ვართ გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და მთელს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობისთვის. წარმატებულ და ნაყოფიერ სწავლებას გისურვებთ. დიდი მადლობა.